არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიცია ეკა გიგაურს 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის მონაწილეობაში სდებს ბრალს. გურამ ადამაშვილის თქმით, გიგაურს, რომელიც 2008 წლამდე სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციაში მუშაობდა, უწყების მაშინდელმა ხელმძღვანელმა ბადრი ბიწაძემ ხელფასზე დანამატი სწორედ აქციის დასარბევად გაუსარდა. ბრალდებებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელი აბსურდულს უწოდებს. ეს არის დოკუმენტი პირველი, ანუ ბრძანება იმჟამინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბადრი ბიწაძის ბრძანება, რომელიც უშუალოდ ავალებს ქალბატონ ეკა გიგაურს, ანუ მის მოადგილეს, ვინც მიიღო მონაწილეობა 2007 წლის აქციის დარბევაში, მას გაუორმაგოს პრემიის სახით ჯარიმები, უпростоრად ხელფასები, ჩამოთვლილი არის სია, ვისაც ურიცხავენ გაორმაგებულ ხელფასებს იმის გამო, რომ საზოგადოება დაარბიეს და ეს საქმე მათ შეასრულეს პირნათლად და ხარისხიანად.